მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხეში სკოლებისთვის შეშის საყიდლად ბიუჯეტიდან 300,000-მდე ლარი გამოიყოფა. გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს ხდომაზე გახდა ცნობილი. ახალციხის მერი გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტში დღემდე 10-ზე მეტი სკოლა რჩება გაზიფიცირების გარეშე. შესაბამისად, ზამთარში შეშის ღუმელზე დამოკიდებულები. კონკრეტულად, რომელი სკოლები იყენებენ შეშის ღუმელს და რა უშლით მათ გაზიფიცირებას ხელს. ახალციხის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეთ. დაახლოებით 300,000-მდე ლარი არის გამოყოფილი იმ სკოლებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომლებსაც არ აქვთ გათბობა და რომლებიც იყენებენ ღუმელებს და მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ შეშით უზრუნველყონ საკუთარი სკოლები. გვაქვს რამდენიმე სკოლა, რომელიც ამ დრომდე ღუმელით თბება და მომდევნო წელს და შემდეგ წლებში ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ღუმელით გათბობა ჩანაცვლდეს ცენტრალური გათბობით. 10-ზე მეტი სკოლა უნდა იყოს. დღესვე გაირკვა, რომ ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტისთვის მერია სივრცეს აღარ დაიქირავებს და გამოიყენებს მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას. არადა ამ მიზნობრიობით გასული 2 წლის განმავლობაში მერიამ დაახლოებით 350,000 ლარი დახარჯა. საუბარია ეგრეთ წოდებულ საბარგო სადგურის მიმდებარედ არსებულ ავტოსადგომზე, რომლის ყიდვასაც ახალციხის მერია ჯერ გეგმავდა, ხოლო შემდეგ 2 წლით დაიქირავა. ჩვენ ახალციხის მერს ვარლამ ციკლაურს ვკითხეთ, თუ მუნიციპალიტეტს ავტოტრანსპორტისთვის ადგილი ჰქონდა, რატომ ქირაობდა მერია ტერიტორიას. ვარლამ ციკლაურის პასუხი შემდეგია. თუ იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სივრცე, სადაც შეიძლება დამოწყებილიყო ავტოფარეხი, რატომ ქირავდა მუნიციპალიტეტი ამ სივრცეს და საკმაოდ მაღალი თანხავს გადახდილი? ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ. ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩვენს ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ უნდა ყოფილიყო გაქირავებული. ჩვენ გვაქვს ისეთი ტერიტორია, სადაც შეგვეძლო ამ ეტაპზე, რომ გაგვეჩერებინა ეს ტრანსპორტი და ამით მე დავზოგე დაახლოებით წელიწადში 240,000 ლარი. როდის დაიწყებს ის ტრანსპორტის სიარულს ახალციხეში, რომელიც ჯერ კიდევ ივნისში შეიძინა მერიამ? ვარლამ ციკლაური გვეუბნება, რომ ერთი ავტობუსი 1 დეკემბრიდან, ხოლო მეორე რეისების შესრულებას დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს. ახალციხის მერიამ შპს GT Motors M2 კატეგორიის 3 მიკროავტობუსისთვის 9 მილიონამდე ლარი გადაუხადა. ერთი მიკროავტობუსი ტატანისის ვირი ბოგას მიმართულებით უკვე მოძრაობს. 1 დეკემბრიდან დაიწყებს ეს ტრანსპორტი მოძრაობას აბის დასახლების მიმართულებით და შემდეგ უკვე მეორე ავტოტრანსპორტი დაემატება ასევე დეკემბრის შუა რიცხვებამდე. ახალციხის მუნიციპალიტეტის საწყისი ბიუჯეტი პროექტის მიხედვით 40,500,000 ლარია. დღეს აღნიშნული დოკუმენტი საჯაროდ განიხილეს. როგორ და რა ბიუჯეტით განისაზღვრა პრიორიტეტები? სავარაუდოდ, რამდენ ლარს მიიღებს მუნიციპალიტეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან? გვესაუბრება ახალციხის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძე. 26 წლის ბიუჯეტის დაგეგმარების შესახებ საწყისი პროექტის თანხის მოცულობა შეადგენს 40,500,000 ლარს. აღნიშნული ზრდა პრიორიტეტების მიხედვით არის განაწილებული. პირველი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა დაახლოებით 1,600,000 ლარით არის გაზრდილი. ასევე არის გაზრდილი კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტი 1,700,000 ლარამდე არის გაზრდილი. სოციალური სფეროს დაახლოებით 700,000 ლარამდე არის გაზრდილი. ასევე გაზრდილია დასუფთავების პრიორიტეტში თანხა დაახლოებით 400,000 ლარამდე. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის მოლოდინს, რეგფონდებიდან დაახლოებით 9 მილიონამდე ველოდებით და ასევე იქნება სოფლის პროგრამის თანხა 612,000 ლარი ყოველწლიურად დაზუსტებული ციფრია. იქნება მთის ფონდის დაფინანსება, სტიქიის დაფინანსება საჭიროების შემთხვევაში. დაახლოებით სადღაც 15 მილიონამდე შეიძლება გაიზარდოს. წინუბნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვიდასტურებენ. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ტყის საფარის დაბალ ფენას ეკალ ბარდებს ეკიდა. ამავე წყაროს ცნობით, გარდა სამცხე-ჯავახეთისა, ცეცხლი ეკიდა ქვემო ქართლის
მცხეთა-თიანეთის, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთისა და იმერეთის ტყეებს. უწყების ცნობით ხანძარის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ადამიანების დაუდევრობა. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. მადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.